ვარდების რევოლუციის ბნელი მხარე ამ სათაურის სტატიას Financial Times-ი აქვეყნებს. პოლიტიკური რისკების შეფასების საკონსულტაციო ორგანიზაცია Oxford Analytics-ის უფროსი ანალიტიკოსი მაიკლ ტეილორი კორუფციის შემცირებაზე საუბრობს და ამბობს, რომ ქვეყანა ამ მხრივ ნდობას იმსახურებს, მაგრამ ეს სრული სურათი არ არის, ვიდრე სააკაშვილის ადმინისტრაციას აქებენ დაბალ დონეზე კორუფციასთან გამკლავების გამო. ოპონენტები მას ავტოკრატიულ გადახრებსა და კორუფციის მაღალ დონეზე შენარჩუნებაში ადანაშაულებენ. წერს გამოცემა. მაიკლ ტეილორი ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლასა და ოპოზიციის წარმომადგენლებზე დაგისრებულ ჯარიმებს ამახვილებს ყურადღებას. ოპონენტების მიმართ ასეთი უხეში ზომების მიღებით საქართველოს ძირს უთხრის სახელმწიფოს მხრიდან ნაკლები ჩარევის მომხრე ინვესტიციებზე ორიენტირებულ ტექნოკრატული სახელმწიფოს იმიჯს. ეს კარგად არ გამოიყურება და გზავნილია, რომ საქართველოში ბიზნესის საკეთებლად კარგი მეგობრებია საჭირო, წერს ტეილორი. წერილის ავტორს მიაჩნია, რომ ბანკზე ზეწოლა უფრო სერიოზული პრობლემებიდან ყურადღების გადატანის საშუალებაა. სააკაშვილთან დაახლოებული ადამიანთა მცირე ჯგუფი ყველა დიდ ბიზნესს აკონტროლებს. საქართველოში ინვესტიციის დაბანდება მხოლოდ ამ ხალხთან ახლობლობითაა შესაძლებელი. დასავლეთში ისეთი წარმოდგენა აქვს, თითქოს სააკაშვილმა კონკურენტული გარემო შექმნა, მაგრამ ეს მხოლოდ ილუზიაა, წერს ანალიტიკოსი.